თემებდა თამაშობს პერსონაჟს, რომელმაც ისწავლა წიგნის დიზაინი და გააკეთა წიგნის ყდა. ხო და ძალიან უცნაური რამეა ეს სერიალი გამოვიდა 2 წლის წინ და ყდაც და სათაურიც ზუსტად სერიალის მესამე სეზონი. ყდაც და სათაური ზუსტად იგივეა შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ, ან გადავამოწმოთ ყავია პლუსეპერს ეს სერიალი და ზუსტად ასეთი ცოტა პატარა ნიუანსური ცვლილებები. Rasaკვირველია ყდას აბულეში თეონდარეჟავას არ გაუკეთებია დიზაინერმა გააკეთა კიკაპიკაპაძე და თამაჩანიში ხო ერთობლივად მათ გააკეთეს და რა ხდება ეს ხო მოკლედ ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ რატომ ეს თამარ ერაძე საიდან მოვიდა ეს ამბავი თამარ ერაძე როგორც მაიაბ არის სერიალის პერსონაჟი რომელიც წერალია ჯერ ჟურნალისტია თავიდან და მერე გადაწყვეტს რომ წერილობაში შედგას ფეხი და თავბეცი წადის მერე ცუდი ალბები დაემართება ამამბის გამო ახლა წიგნი დაწერა და ასე შემდეგ მოდი დიდ დრამებში გაეხვევა. მოგეთ ქეთის გარეშე ხელოვნურ სიტყვაზე ლაპარაკი ცოტა მჩხერია ხოლმე, იმიტომ რომ ქეთი არის დედა ამ სერიალის. ქეთის თავში დაიბადა ეს იდეა ამ სერიალის და მე ესე მქონდა პატივი მართლა სულეკეთან მოუწდელს და მიძახა და მითხრა რომ მოდი შენთან ერთად დაწერე ეს სერიალი. რა სიტყვა ამის შესახებ და გავხდი გაგიჟებულმა არ შევიმჩნია რომ არ ვიცოდი სერიალი როგორ იწერება, რა თქმა უნდა არ შევიფერე, კი არა და პირიქით შევიფერე, რახან მომიწვია და მატიშა თან ავტორად და მოკლედ ერთად გავაკეთე. ქეთი მითხრა ესეთი რა მე მყავს ესეთი პერსონაჟი, მრავალი წელია მინდა დავწერო რაღაცა და სერიალი გავაკეთო ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც ყავს გარდაცვლილი ცოლი და პატარა გოგოს ქალიშვილს ზრდის თვითონ და არაფრით ცოცხალი თავი და არის სასწრაფოს ექიმი. და ცოცხალი თავით არც ბებიებს, არც იქით მხარეს, არც არავის არ უთმობს ამ ბავშვის გაზრდას. არ მოყავს ცოლი, ძალიან უყვარდა ის თავისი გარდაცვლილი ცოლი და ეს ქვრივ ახალგაზრდა ქვრივ კაცი. აი ეს პერსონაჟი მყავს. და რა სიტყვი შენ ამის შესახებ და მოვაყოლე რაღაცეები და არასეთი მეუთხარი მე გთავაზობ რომ ამ ეზოში სადაც ეს კაცი ცხოვრობს გადმოვიდეს ახალგაზრდა ქმარს ახლა გუშინ წინ გაცილებული ქალი რომელსაც არ ყავს შვილი არის ლამაზი გოგო ჟურნალისტი წერილობაზე ოცნებობს და მიაჩნია რომ ცხოვრებას კარგავს ჟურნალისტიკაში და ეს მისი საქმე არ არის სინამდვილეში მაგრამ აქნას პურის ჭამა ხოლმე და გადმოდის ესეთი გოგო და თუ ლამაზმა გოგომ და ლამაზმა ბიჭმა ერთმანეთი დაინახეს გასაგებია რაც მოხდება იქ და ესე გაჩნდა უკან თამარ ერაძე ჩემი პერსონაჟი იყო და ბიჭი ქეთის და ესე მე შევუყდა ეს ორი პერსონაჟი პირდაპირ გაგებით არა და გამithარდა მე უკვე სიუჟეტი სერიალის ასეთი რამე გაჩნდა. ამიტომ ცხადია რომ წერალი ადამიანი რაღაცას უნდა წერდეს, ხო, სერიალში უნდა ნახოთ რაღაცას წერდეს და ისეთი კურიოზული ამბავი იყო რომ პირველ-მეორე სეზონში ეს კალი წერდა წიგნით გამოუშვა. ეს წიგნი არ არის, წიგნით გამოუშვა და დაბეჭდა და დიდი პრეზენტაციაზე ვიღაცამ თავი მოიკლა. მოკლედ, სასწაული დრამები ხდება რა, აი სერიალში როგორც უნდა იყოს. დიდი ამბები ხდებოდა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ მართლა რომ ამბობენ ხოლმე ძველ საბჭოთა რაღაცებს რომ რედაქციაში წერენ რომ წერილები მოდის რა ხდებოდა მართლა ოღონდ ეს ხდებოდა Facebook-ზე მოთხოვნით რომ გამოვიდეს ეს წიგნი და ხო დაწერეთ კი მარაო და სერიალში გამოვიდა სადღაც სექტემბერში და რატო არ არის მაღაზიებში და ამათაც რა გამიჩაგიჩეს ახლა სერიალში გადავიღეთ წიგნის პრეზენტაცია და ნებრივია რომ წიგნის ყდა უნდა ქონოდა ხო და დიზაინერმა გააკეთა რაღაცა და დაბეჭდეს და ცხადია არსებულ წიგნს რაღაცას შემოაკრეს. რა შემოაკრეს ბუდენბროკებს. აი წიგნი. მეთქი თქვენ ნორმალურად თუ ხართ, ოდესმე თუ ამ წიგნის დაწერა მომინდება, ამდენს დავწერ, როგორ ფიქრობ, რაც შემიძლია მაგდები ეს 300 გვერდია ეს ძლივში მივახცია 300 გვერდამდე და მოკლედ აი ამოტოლა წიგნი ეჭირა ეკადემეტრაძეს პრეზენტაციაზე და ვითომ ამახად კითხულობდა იქიდან რაღაცა თავს. სინამდვილეში იმ წიგნის სულ ჯამში იმ წიგნის ნაწილები სულ ჩემი დაწერილი იყო სერიალში იყო დაახლოებით 5 გვერდი. თელ ამდენ სერიაში 5 გვერდი და აყურებლისთვის ძალიან გაგვიჭირდა აგვეხსნა რომ ეს წიგნი სინამდვილეში არ არსებობს და არის მხოლოდ 5 გვერდი არის დაწერილი. როგორო? უფრო გამოვიდა, მოკლედ დიდი ამბავი იყო. ეხლა ამას კი ვყვები როგორც რაღაცა დავცინი ვითომ იმ მაყურებელს რომელიც ასე ფიქრობდა სინამდვილეში ძალიან მადლიერი ვარ იმ მაყურებლის სინამდვილეში ამ მოთხოვნამ თავის დროზე პირველი მეორე სეზონის შემდეგ ეს იყო 2016-17 წლები მე გამავედინა
გამაბედინა რომ დამეწერა წიგნი საერთოდ და სხვა წიგნი დაშლა რომელიც ზუსტად ამის გამო რომ ასეთი მოთხოვნა იყო სერიალი და გამომდინარე და ეს იცოდნენ მე სხვა გამომცემელმა ნინია მაჭარაშვილმა მაშინ მითხრა რომ თუ ამ წიგნს თქვენ დაწერთ ამ სერიალისგან გამომდინარე სერიალში რასაც წერს თამარ ერაძე ამ წიგნს თუ დაწერთ ჩვენ დაგიბეჭდავთ ვთხოვ დაწერე მოდი არავის არ მისცეს სხვას და ნუ აი მე ხვეწებოდა ესე და დაახლოებით ერთგვარიანი ამ ლაპარაკის მერე ისიც ძალიან მადლიერი ვარ ნინიასი უთხარი რომ თამარ ერაძის წიგნი თორე რომ მე მაქიდია და თუ გინდა დაგიწერს ხო და კი როგორ არ გვინდა უბრალოდ და ასე დაიწერა ჩემი პირველი წიგნი მაშინ ასე რომ იმაშიც თამარ ერაძის დამსახურება ძალიან დიდია და მაშინ ძალიან შეუწყო ხელი იმ წიგნის თქვა უნარობას თუ რა ვიცი კითხვის რაოდენობის გაზრდას იმან დროს სერიალის სცენარის ავტორი ვიყავი ამ თუ სერიალი ვისაც ანახი ქონდა ყველას აინტერესებდა რა დაწერა ვიღაცამ ვინც დაწერა ეს სერიალი და მოკლედ ეხლა ამიტომ აქედან გამომდინარე ამ ხელა ისტორიას ვყვები რომ სრულად არ არის გასაკვირი რომ ახლა გადავწყვიტე რომ თამარ ერაძისთვის დამეწერინებინა ეს წიგნი აქ კიდე მეორე ისტორია გავიდა წლები 2016-ში რომ ვიყავი მე ის თან რომ აღარა ვარ გასაკვირია ბევრი რამე შეიცვალა ცხოვრებაში ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უკეთესად წერ ძალიან ზუსტად ვიცი რომ უკეთესად წერ იმედი არ მაქვს ამიტომ რომ ვიზრდები რა გამოცდილება ეს ხო ხელობაა და ხელობა იხვეწება რაც უფრო მეც მუშაობ მით უფრო იხვეწება ხელობა მე ესე ხვდათ ამაში დარწმუნებული და მოხდა ესეთი რა მესამე სეზონი ვისაც ეხლა მე მგონი კავიადან გავყრიან ჩვენ იმიტომ რომ მე ხა გასპოილერებ სერიალს ესეც სერიალი მაგრამ ძველია უკვე დანახი უნდა გქონდეთ თქვენ თავს დააბრალეთ თუ არა რომ დანახი მესამე სეზონში თამარ ერაძე ხდება ავად და მიყავთ საავადმყოფოში რაღაც ნევროლოგიურ გამოფენებაში წევს და ძალიან განიცდის რაღაცებს და იქ იწყებს ამ წიგნის წერას ამ თეთრი მაგნოლიის წერა დეტალებში რო არ წავიდე ის რაც თამარ ერაძეს ჭირს ამ სერიალის ამ სეზონში ჭირდა მე მართლა ცხოვრებაში ანუ ეს ჩემი ამბებია ესე უნდა ვქნათ საერთოდ რამე გასაჭირი უბედურება რაღაცა თუ დაგემართება ამაზე უნდა ადგე და წიგნი დაწერო აბა ეხლა ყველა ხო არ დაგემართება რაღაცაში ხო უნდა გამოიყენო ძალიან უსიამოვნო რამე იყო სულ არაფერი სასიამოვნო იმაში არ არის ფეხებში ვერაფერს ვაერთნო და ყველაფერი კარგად დამთავრდა აქაც გასპოილერებ სერიალშიც და ცხოვრებაშიც მაგრამ შიში დიდი იყო ძალიან და განცდა ძალიან სერიოზული იყო და მაშინ მქონდა ზუსტად ამას წინადაც ლაპარაკობდი ამაზე რომ საავადმყოფოში ყოფნისას მე თამარ ერაძეს არ ვიცი რა თამარ ერაძესაც იგივე მქონდა იმიტომ რომ მე რაც მქონდა ის შევტენე იმას იმ საწყალს უბედურს და მქონდა ეგეთი განცდა რომ ვაიმე აი სულ მინდოდა დამეწერა რაღაცა ეგეთი რა დეტექტივი თრილერი ამ ესეთი ჟანრული ლიტერატურას რასაც ეძახიან და რასაც ცოტა ზემოდან უყურებენ რატომაც ჩვენ ხო ზუსტ კავკა ჯოისზე ნაკლები ერთ-ერთი წერალი არის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და ჟანრულ ლიტერატურას ცოტა ზემოდან უყურებთ რომ დეტექტივი ეხლა ნუ კაცრავად დეტექტივი არ არის სერიოზული ლიტერატურა მაგათი აბა დაწერონ ხო და სულ მინდოდა მე ძალიან მინდოდა ყოველთვის ვიქაჩებოდი აქითკენ ნუ აი პატრიცია ხაისმიტი და რუთრენდელი არიან ჩემი საყვარელი წერილები და გასაგებია ხო აგათა კრისტიზე გავიზარდე და სულ აქით მეკაჩებოდა ხელი და გული და გონება და ამ საავადმყოფოში წოლეთ დროს ვფიქრობდი რომ აი ამ მოვასწრებ ან ვერა და აი ესეთი ძალიან პესიმისტური რაღაც ესეთი ჭმუნმებში და დარბებში ვიყავი ასოყად და როდესაც მოკლედ იქიდან გამოვაღწია ძალიან მალე მერე კიდე რთული პერიოდი გამოვიარე ამას კოდენ და ძალიან პანს ხალხი წერს ვითავანის წერებს აი ამ რაღაცა დროის მერე როგორი იყო პროცესი ხო ჟურნალისტმა ვკითხავ ჟურნალისტები მეკითხებინა და მეორე გამოთქვა კიდე მე ჩემს სტუდენტებს სულ მეუბნები ვკითხები ამ გამოთქვას და ვფიქრობდი იმის შესახებ მოკლედ რო გამოჯამრთელდი ფეხზე დავდექი და დაიწყო ზაფხული მეთქი რა გავაკეთო და მაშინ სად არის მაია ლუდაური რომელიც ესე მოკრძალებულად კი გაიქცა სცენიდან მაგრამ მაიას დიდი დამსახურება ამ ყველაფერში მაიას გავუმხილე ეს აზრი რომ მე მინდა დეტექტივის დაწერა ასეთი და ასეთი ისტორია მაქვს თავიდან ბოლომდე მე ვარ გეგმების ადამიანი ზოგადად ყველაფერს გეგმავ და ყველაფერი მაქვს დაწერილი თავიდან ბოლომდე ზუსტად ვიცი რომ უნდა დამთავრდეს წიგნი და მილიონჯერ წერა ამ გეგმებს მე სხვა საკითხია რომ პროცესში თავიდან მუშავდება და რაღაც მაგრამ გეგმის გარეშე მუშაობა არ შემიძლია და ამ გეგმის შესახებ გავუმხილე რომ ესეთი გეგმა მაქვს ტრილოგიის დეტექტივის მოქმედება ხდება აფხაზეთში აფხაზეთზეც ვილაპარაკოთ რატომ და მაია მითხრა მიდი
გავაკეთე და ვეჭდავთ კი ბატონო სიამოვნებით როდის იზამ როდის ეს იყო შემდეგ კითხვა და მეთქი აი მალე ვიზამ და დავიწყე და ძალიან საინტერესო და ესეთი პროცესი იყო ზაფხულში მე კაფეს არ დავასახელებ სადაც დავდიოდი იმიტომ რომ ძალიან ძვირია იქ ყველაფერი ფერჩებთან არ გადავხდიეთ ყოველ დღე დავდიოდი ყოველ დილით ძალიან ადრე 8 საათზე ჩემთვის 8 საათი მაშინ ადრე იყო რა ვიცოდი რომ მე იოგაზე წავიდოდი და რაზე უკვე ვივარჯიშებდი მოკლედ თერაპიის ნაწილი იყო რა ცხოვრებაში დაბრუნების რაღაცა რეალობასთან კავშირის აღდგენის ნაწილი იყო ამ წიგნის წერა ყოველ დილით დავდიოდი და ყოველ დილით წერდი რობოტივით 4 საათის განმავლობაში გაუჩერებლად ერთი ჭიქა ყავის ფონზე მე ჭამდი ხელით წერდი რა საკვირველია მოვდიოდი სახლში ამ ყველაფერს ავკრებდი ხელით რაც დავწერე კომპიუტერში და ეგ იყო შენი ერთი პირი რედაქტირება და 2 თვე ნახევარი ესე ვიმუშავა 2 თვე ნახევარი უწყვეტად ყოველ დღე არც ერთი დღე არ ჩამიგდია მართლა დედას გეფიცებ და პროცესი უცხებ აღმოჩნდა ისეთი უცნაურად ჩამთრევი და ეგეთი რაღაც არასოდეს ცხოვრებაში არ გამომიცდია ადრე რაღაცები მაქვს დაწერილი მაგრამ ასეთი თავდავიწყებით და გაგიჟებით და ხო ვთქვი რომ აი გეგმების ვარ და მოკლედ გეგმები ჩემი საქმეა და გეგმის მიხედვით წერ უცებ ამ წიგნში არის ერთი პერსონაჟი რომელიც ვინც წაიკითხა გამომცემლობის თანამშრომელმა მანდილოსებმა და ქალბატონებმა და გოგონებმა და სხვებმა ეს ციტატი იყო ევარისტოზე ალუზია მოკლედ მითხრეს რომ ამ პერსონაჟზე გაგიჟდნენ ეს პერსონაჟი გეგმებში საერთოდ არ იყო და სად ჩნდება ეს პერსონაჟი პირველივე გვერდზე პირველ გვერდზე არა პირველ თავში ჩნდება 62 წლის პოლიციის დივანი კეთილა კირბაია რომელიც რაღაცა სახასიათო საინტერესო პერსონაჟი აღმოჩნდა თურმე და ეს გეგმაში არ იყო ეს კაცი მოკლედ ისე გამიტაცა ამ ამბავმა ადრე ძალიან ისე სკეპტიკურად ვუყურებდი რომ ამბობდნენ ხოლმე ავტორები რომ პერსონაჟები მე არ მემორჩილებიან და თავისი გზა აქვს და რაღაც ეხა ეს ცოტა სიტყვას არ ვეთქვი ცოტა ზედმეტია ცოტა გადაჭარბებული შეფასება არ მემორჩილებია კაცო ეხა მოიცა თუს מחარ ძალიან კარგადაც მემორჩილებიან უბრალოდ მართლა რაღაცნაირად უცებ მე უკან რომ მოიხედავ რაღაც დიდ ნაწილს რო დაწერ მე გადაიკითხავ აბა გაჩერდები ერთი წამით რა ხდება უცებ აღმოაჩენ ისეთ რაღაცებს რაც არ გიფიქრია და რაც თქვათ გაიპარა უნებლიეთ გაუჩნდათ საერთოდ პერსონაჟი გაჩნდა უნებლიეთ ისე რომ არც უკითხავს ჩემთვის არაფერი ხო და მაგრად გამართო მოკლედ ამ ყველაფერმა მე დაიწყო ხელოვნური სუნთქვა აუცებ კავეა პლუსი მოვიდა მაშინ არ არსებობდა ჯერ ეს კავეა პლუსი ეს საიტი რომელიც ახლა არსებობს მოგეხსენებათ და ქართული კინოს დიდი კოლექცია არის ზედ კავეა პლუსის დაკვეთით ჩვენ აღვადგინეთ სერიალი დავიწყეთ ხელოვნური სუნთქვის ამდენი წლის პაუზის შემდეგ მესამე სეზონის წერა და წიგნმა უნდა მოიცადოს თქვი რა გავაკეთო სერიალი თავისას ითხოვს და მაშინ ხო აი მაშინ რახან ციგნის ძალიან დიდი ნაწილი უკვე დაწერილი მქონდა ვფიქრობდი რომ აი ნახე ხო არ დავაწერინო მეთქი ხა ამას ხო არ დავაწერინო ეს სერიალი ამ სერიალში ეს ციგნი თქო და ასე აღმოჩნდა ესეთი ჩახლართული ამბავია მოკლედ ასე აღმოჩნდა სერიალში შიგნით ის ციგნი რომელიც თითქმის უკვე დამთავრებული მქონდა ამ ყველაფრის მერე მე მქონდა მძიმე დეპრესია ძალიან სასაცილო ამბავია შფოთვითი აშლილობა ეს კიდევ უფრო სასაცილო ამბავია რომელსაც ვკურნალობდი ბოლომდე ამაზე დღემდე ვერ ვარ მაგიდან გამოსული მაგრამ ციგნი გაჩერდა გაიყინა ჰაერში და ვერ დავბრუნდი და საერთოდ ვერ მუშაობდი არათუ ციგნი კი არა საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი ეხლა უნდა კატიროთ ესეთ ასე მქონდა გაგეგმილი რომ ეხლა ისეთ რაღაცას მოვყვები რომ ძალიან დიდი თანაგრძნობა გაუჩნდება ჩემ მიმართ მაგრამ ცოტა ძნელია ეგ ამბავი ხო მოკლედ გაიწელა ამბავი და მე ისევ ჟურნალისტს უთხარი მაია ეს და იმედია გაუშვებენ რომ კეთილი ფერია ესეთი მით მოვიდა ფიფკიაში რომ ფერია ყავს და მითხრა რომ ეხლა რამე გავაკეთოთ რა ამდენი ხანი გიცადეთ და მოდი ეხლა არ გინდაო და მაშინ მაიამ გამომიყოლა ადგილი პალიტრაელში გამომცემლობაში აი ერთი პატარა კუთხე მაგიდან სურვებით საკმარისია სადაც ისევ დავბრუნდი ამ რუტინაში ასე ეს ამ გაზაფხულს ხდება უკვე ამ რუტინაში რომ ყოველ დღე მივდიოდი მოდი 2 საათი წერ მეტი არა ყოველ დღე 2 საათი ესე მასავით და აი ზუსტად მაგვიძარა მქონდა დაყენებული ეს ტელეფონზე და ყურებში ეს რომ დარეკვას დაიწყო და ეგრევე სადაც არ უნდა ყოფილიყო კეტავდი მივდივარ ნახავთ კარგად იყავით წავედით ხვალამდე და ესე ამ 2 საათობით რაღაც აღარ მახსოვს რომ დიდი ხანი იყო კიდე მივიდა ბოლოში ეს ციგნი
და მე უკვე შეუდგა მე დანარჩენი უკვე რუტინა დანარჩენი უკვე ესეთი ბევრი ადამიანის ძიმე რუტინული შრომა რისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ ყველას მაია უკვე თქვი და ყველა დანარჩენს ეხება ვიღაცების სახელები არც ვიცი რაზე ვიცნობ სახელზე დიდი სიყვარულით ვესალმები და სახელები ყველასი არ ვიცი და ძალიან ბევრი ადამიანის გულშემატკივრობის შედეგია ის რომ თქვა ბოლოში გავედი და მართლა რაღაც ისე ვიყავი რა ჩემი ბავშვი რომ რაღაცას გააკეთებს და დიდი ამბავი რომ მშობლებს გულაზე რო არ არიან ეგრე ხდებოდა გამოცემობაში ბოლოს ტორტი მოვიტანე რომ მორჩი ხალხო მორჩი წერა დავამთავრე რომ თქვა რაც შეეხება დეტექტივს და ამ ჟანრულობას წიგნისას და ზოგადად ამ ჩემ განზრახვას იმის გარდა რომ თქვა სიკვდილის ეშინია ყველა ადამიანს და მოსასწრების საქმეები აქვს უფრო სერიოზულად რომ თქვა მე ყოველთვის როგორც პედაგოგს მათ შორის ლიტერატურის მიმართულებითაც და ისედაც როგორც თვითონ ავტორს, თარგმნელს, კრიტიკოსს და ასე შემდეგ შესანიშნავ პიროვნებას სულ მაწუხებდა ის აზრი, რომ მაწუხებდა კი არა, მე ვკითხულობ ძალიან ბევრს თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. და თქვენ ყველანი ვინც კითხულობთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და მეთანხმებით, რომ რაღაცა დიდი სიცარიელეები გვაქვს რა ლიტერატურაში. აი ამ ისევ ამ ჟანრულს რასაც ეძახით, ხო? ჩვენ არათუ არ გვაქვს ბევრი, ძალიან ცოტა იწერება, მაგალითად დეტექტივი, ხო? მაგრამ ცოტა არ იწერება, ბევრი იწერება, ოღონდ ისე იწერება, რომ ნეტა არ იწერებოდეს. ეს სხვა საკითხია, ხო? ამიტომ მე მქონდა ეს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ყოველთვის. რატომ არ გვაქვს საშუალო ლიტერატურა, ეგრეთ წოდებული, კარგი ხარისხიანი საშუალო ლიტერატურა. მეორე ხარისხოვანი ლიტერატურა. სომერსეტ მოემი ამბობდა, მოგეხსენებათ, რომ მე ვარ მეორე ხარისხოვან წერილებში პირველი. ხო, და ამას დარდობდი ჩემთვის, იმიტომ რომ მე ჩემ თავს ასე ვხედავ, რომ მე შემიძლია საშუალო ხარისხით რაღაცის კარგად გაკეთება და თქვათ რატო აქვს ეს ნიშა დაკავებული მთლიანად რაღაცა ტექსტებს, რომელთა ავტორებმაც მეეჭვება რომ 33 ვერსო ბოლომდე იცოდნენ. და ეს ძალიან შემაწუხებელი რამე იყო ჩემთვის, რომ თქვათ აი რატომ არ შეიძლება მე ამას ხო მეც უკეთესად დავწერდი. აი ხო შეიძლება რა რაღაცა გასართობი წიგნი იყოს ისე დაწერილი, რომ არ შეგწყვეს, როდესაც აიკითხო, ხო? თორე ეს ჟანრები ერთი ჟანრი არ არის, ხო, თქვათ ჰორორი იქნება, თრილერი იქნება, თუ რა ვიცი კიდე სხვა ქვედა სუბ და უბედურება ჟანრების რაოდენობა მე თვითონ ძალიან მიყვარს, როცა ვკითხო. ძალიან მიყვარს სტივენ კინგი, როცა ვკითხულობ სტივენ კინგს გიждები რა. ყველა წიგნი არ აიხსნება ხალხურად ის, მაგრამ გამდე მივახციოთ იმის წყალი გადმოვსმოდეს. ხო, მაგრამ აი ამას ვამბობ, რამდენი ენაზეც მე წიგნის კითხვა შემიძლია, ცოტა გერმანულსაც ვეპოტინები რა ხელ განსხვავდით ჩემი გერმანულენოვანი მთარგმნელი აქ და მის გასაგონათაც ვამბობ. ხო, რაღაცებს აი ყოველთვის ესეთი პოპულარული წიგნები, ინგლისური იქნება, შვედური, გერმანული თუ რაღაცა რა ენოვანიც არ უნდა იყოს, უცებ ჩამიხედავ შიგნით ვკითხო, არ შეგწყვება არც ერთ რო კითხულობ, იმიტომ რომ წესიერად არის დაწერილი. ხო, შეიძლება გეკრინჯოს რაღაცა, შეიძლება რაღაცა გეგოიმოს და არ ვიცი მოკლედ რა, ეს არ არის ჩემი ლიტერატურა თქვა, მაგრამ ნუ წერა კითხვა იცის იმ ხალხმა აშკარად რა და რაღაც სტანდარტზე თუ თქვა რაღაცა საშუალო დონეს ნამდვილად აღწევს წინაში. და ეს მქონდა რა მათ ხინჯად ჩარჩენილი იმიტომ რომ მე ძალიან ადრევე ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში როცა პირველ შეყვარებულს დავშორდი, უფრო სწორედ ის დამშორდა, თორემ მე რაც დავშორდებოდი და ლექსების წერა მოგეთ მაშინ ლექსებს წერდი, მე კიდევ წერე ცოტა ხანი ეს ლექსები და ამ ლექსებმა ვერ დამიბრუნა ის შეყვარებული და ვერც ვერაფერი მარგო, მივხვდი ჩემ მე ვიყავი გამოქვეყნებული პოეტიც კი ვიყავი, რას ლაპარაკობ ეგრე კინო მიყურებთ და ამერიკულ პოეზიას თარგმნობ, პოეზიაში ვიყავი ამის თქმით და ბავშვობაში ვიყავი პოეზიაში, აი დალილად შოთავი ათაშვილთან ვიბეჭდებოდი და მოკლედ ძალიან ადრე 19 წლის ასაკში მივხვდი რომ რემბო ჩემგან არ გამოვა გენიოსი მე ნახდა და ამარ და მით უმეტეს ლექსები არ უნდა ვწერო და შევწყვიტე ბევრი ადამიანისგან განსხვავებით მოკლედ 19 წლის მერე მე ლექსი არ დამიწერე და მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი ფორმა უბრალოდ მე რასაც ვცნობ, ფიქრობ, მე რისი მოყოლას გადმოცემაც მინდა, იმას ალექსო ფორმა არ ჭირდება. ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცა ხო იცით ახლა მაშინ ეს ჩემი 19 წლის ასაკი არის 90-იანების ბოლო, 2000-იანების დასაწყისი და ნუ მოკლედ
ჩვენი ესა რა ქვია ჟურნალ-გაზეთებიდან მაშინდელი ძალმოდაში იყვნენ ბიტნიკები და უკეთ ამოვაჩინეთ ახალი სამყარო და ყველა ეგრევ წერდით რა, ყველა ეს სექსტონივით და სილვია პლათივით წერდა. აქეთ ქალები და კაცები რა ვიცი, ხან ვის ბაძავდი და ხან ვის. მე იქითაც ბაძავდი და აქ ცოტას. ხო და ამიტომ ეს რაღაცა სენი რომ მოვიხადე იმისი რომ რაღაცა პრეტენზიული რთულად თქმა და გენიალურის დაწერა მე არ მინდა. მივხვდი რომ მე მინდა რომ უბრალოდ ჩემთვის მივხვდი რომ მინდა რომ ამბის მოყოლა შევწო. აი შემეძლოს მოყვე ამბავს ისე როგორც ვთქვათ ყოველგვარი დიდი პრეტენზიის გარეშე და არ არის მარტივი ამბავი. აბა აღწერეთ ოთახი მაგალითად და აღწერეთ როგორ გადის გოგონა ოთახიდან შემოდის მოკეთ ის რაღაცა ბანალური რომ არაფერი განსაკუთრებული არ არის ადვილი. სივრცეში როგორ გადაადგილდება სხეული. ძართული დასაწერია. მაგრამ შესაძლებელი ყოფილა თურმე რაღაცებ და ამიტომ გადავერთე მთარგმნელობაში უფრო და მთარგმნელობამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. და დღემდე ძალიან მეცინება რომ ჩემი ბიოგრაფიებს რო ვაგზავნი სადმე თუ რაღაცა ყოველთვის ხაზ ესე გამორჩეულად წერენ რომ ჰარი პოტერის თარგმნელი ვარ. მაშინ ვიყავი 21 წლის ხალხო და ეგეთი ადვილი რაღაცა ცხოვრებაში მეორე არ გამიგეთებია როგორც არის ჰარი პოტერის თარგმნელი. ძალიან მარტივი ტექსტია ჰარი პოტერი. ნუ 21 წლის ასაკში რა ინგლისური უნდა მწოდნოდა, ხა ისეთი რომ ლექსიკონი არ დამჭირებოდა წიგნის სათარგმნად, თითქმის, ხო? ნუ აი ესეთი მარტივია, რაც პლუსია ამ წიგნის წელი. მაგრამ აი ამ წიგნზე მუშაობისას, მაგ წიგნის თარგმანზე მუშაობისას, მაშინ იყო ესეთი, რატომ ანდეს მე ვიღაცას საერთოდ გამოვცდებ თარგმნელს 21 წლისას, იმიტომ რომ ძველი თაობის თარგმნელები ძალიან პრანჩავდნენ ამ ენას. და მაშინ იმ გამომცემლობაში სულ აკაუში ხდებოდა ეს ამბავი, ქონდათ მოთხოვნა რომ ნუ აი ეს არის თანამედროვე ბესტსელერია, ახალია, 2003 წელს ხდებოდა ეს ამბავი და ახალია და ბავშვებისთვის არის დაწერილი ეს ენა რაღაცნაირად არ ხელეწიფებოდა არავის ეგრე ამოჩნდა. ყველა აი ხელეწიფებოდას წერდა რა, თარგმნელი და რაღაცა, მაგვარაცხი რაღაცა, ესეც სიტყვებს წერდნენ და იყო ლაპარაკი იმაზე რომ იქნება და აბა მოვძებნოთ ვიღაცა და მე სტაჟიორი ვიყავი მაშინ გამომცემლობაში და ზედ არ მაფურთხებდა არავინ მაგრამ სერიოზულად არ ვიქნა ვიღაცა სტაჟიორი თავისთვის დადის რაღაც კაც მარცის რასაკეთებს აკამორჩილაძე სანტა ესპერანსა ხერნაწერში წაკითხული მაგალითად მე წარმოიდგეთ როგორ წერდა აი ესეთი წვრილი ასოები და არასდროს გადასწონებული არ აქვს ხო და ასეთ ამბებში რომ ვიყავი და მეც ვცადე ამ კონკურსში რაღაცა რომ ეძებდნენ თარგმნელს კიდე 1-2 თვე იწვალეს და ბოლოს მივხვდი რომ ჩემი ყველაზე კარგია და მეთქი მომეცით მე ვათარგმნეს ეს წიგნი და ძალიან ბევრი ვიმუშავე რატო ყვები ამ ისტორიას იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიმუშავე რედაქტორებთან მაშინ და ჩემი თუ ვინმეს მატლიერი ვარ არის ეს გარდაცვლილი აქ ალბათონი ძალიან მაგარი რედაქტორი იყო ლოლა ქადაგიშვილი ასეთი რედაქტორი რომელიც მათ შორის რეზო ინანიშვილთანაც მუშაობდა და ბევრ ადამიანთან თვითონაც აქვს რამდენიმე წიგნი ნათარგმნი და მათ შორის თუ ვინმეს მეფე მათიუш პირველი ქართულად გაქვს წაკითხული და მეთანხმებით როგორი მაგარი ტექსტია ლოლასია. მე რა რუსულიდან არის ნათარგმნი მაგას დამნიშნულობა აქვს სრულებით ბრწყინვალე და ლოლა მასწავლიდა ამ ტექსტების თარგმანისას მამუშავებდა და მან ბევრი რამე ვისწავლე. ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე ძალიან მარტივი, აი ძალიან ბანალურ მარტივ რაღაცებს მიხსნი და რაც თითქოს თავისთავად ცხადი უნდა იყოს, მაგრამ არ არის თავისთავად ცხადი და მოკეთ სტილის გრძნობის მსგავსი რამე თუ მაქვს ლოლას დამსახურება, ძალიან ეს მითხრა და თუ მივიღოთ თარგმანის პირველ კლასში ესე გამოაცხადა და მე მეორეშიც გადავედი და სკოლას დამამთავრებდი. და ამ თარგმნელობამ კარგი ის მომცა. მე კიდე იყო ერთი შემთხვევა, როცა ვთარგმნე ესეთი პოპულარული რომანი, ესეთი ბულვარულ რომანს რო ეძახიან კატარინა მასეტის ტიპი მეზობელი საფლავიდან და აქაც რა ესეთი ამბავი იყო რა, ჭკვიან ინტელექტუალ გოგოს შეუყვარდება სოფლელი ბუღა ბიჭი, იმიტომ რომ გასაგებია ბუღა მეტყველებს მის თავარ ღირსებებზე და დიდი ამოგეთ ეგეთი რომანი იყო ძალიან პოპულარული. ერთი კვირის წინ გარდაიცვალა საწყალი კატარინა მასეტი. ასაკში იყო აცხონოს უფალმა და ეს წიგნიც ისე, ანუ რაღაცნაირად ირგვლივ მიტრიალებდა მოგეთ ესეთი აი სიმარტივე, სადაც საჭიროა მარტივი რაღაცა სილაღე და მე უკვე როცა აი გადაწყვიტეს ჩემ შესახებ რომ თარგმნელი ვარ და სერიოზული რაღაცების დაკვეთა დაიწყეს რა ესე ყოველთვის ჭუამეყო ნუ სულ პრინციპში ყველა ძალიან სერიოზული ესეთი ძალიან რთული ავტორის თარგმანაზე მაქვს უარი ძალიან ბევრი
მაგალითად აპტაიკის ბრაზილია უნდა მეცარებინა ხალხო ხო არ გაგიშტილოთ კრან რომ მე არ მაქვს ამდენი ენა მე არ მეყოფა ამისთვის ენა რომ ეს თარგმნო და არ უნდათი რომ ეს წვრილმანების ღმერთი უნდა მეთარგმნო კიდე კაი არ თარგმნო ხო არ გაგითავსაც მოვიკლავდი თამარ ჯაფარიძემ თარგმნა ძალიან კარგად და ასე შემდეგ ანუ ვიცოდი ჩემი ადგილი ამის თქმა მინდა რა და ამიტომ ძირთადად საბავშვო ლიტერატურას ვთარგმნიდი და რაღაცნაირად ნელ-ნელა მივედით აქამდე მე სერიალში რომ დამიძახეს რა ისტორიაც უკვე მოგიყევით აი ჩემთვის უსვლია ავრორას გავიჯეჯილე იმიტომ რომ რაღაცა და თეატრში და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა რა თქმა უნდა და ჩემი თავარი საქმე ცხოვრებაში არის თეატრი ჯერ კიდევ ყოველ შემთხვევაში სანამ გამოგვაგდებენ იქით და სანამ დავხურავე თეატრი იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილება, იმიტომ რომ თეატრში შენი დაწერილი ტექსტით მსახიობი პირდაპირ გაგებით ელაპარაკება მაყურებელს. და აბას სად არის საჭირო სიცხადე და გარკვეულობა და ასე შემდეგ თუ არა მათ. ყველაზე მეტად თეატრი ძალიან დიდი გამოცდილება იყო, მით უმეტეს კიდევ უკვე მისი ცხოვრების ბოლო წლებში თემურ ჩხეიძესთან მუშაობაც ასევე ძალიან დიდი ამბავი იყო, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თემურ ჩხეიძე იყო, უბრალოდ მართლა ძალიან კაი რაღაცები მასწავლა, მასთან ერთად თარგმანებზე მუშაობამ და ასე შემდეგ და ეს მთელი ჩემი რაღაცა სიმარტივისკენ და გასაგებობისკენ სწრაფვა ლოგიკურად დავთავდა, არ დამთავრებულა კაცო ტრილოგია, ეს პირველი წიგნია. ხო ამ წიგნში მოქმედება ხდება აფხაზეთში. ამისთვის გიხდით ბოდიშს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი იყო ჩემი მხრიდან და მეტი არაფერი, იმიტომ რომ აუცილებლად ამაზე ვიღაცა ავარდება და დაიწყებს კიულს, რომ აშვაშია კი, მაგრამ აფხაზეთი კი მაგრამ ომი არ არის მომხდარი ამ წიგნში. ან 2016 წელს ხდება მოქმედება და ისე როგორც თითქოს ჩვეულებრივ ხო. არაფერი არ არის, არა საერთოდ არ მომხდარი. და რატო თუ ფიქცია თუ მხატვრული ნაწარმოებია, რატო არ შეიძლება ეგეთი რაღაცა დაუშვათ. თქვენ თუ იმის ნახევარს მაინც გაერთობით ამ წიგნის საკითხზე, რაც მე გავერთე წერისას, საუბრობ მაშინ ძალიან ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ მართლა ძალიან მისიამოვნე და ძალიან გავერთე ბედირადად და ეხლა გეგონება ეს რამე ღირსება იყოს თქვენს შეუყვე მაგრამ გაერთოთ დიდი ამბავი. გაერთე მე რა გავაკეთო მე. მაგრამ რახან გითხარით რომ თავის შესაძლებელი წინა სიტყვა გავუკეთე რომ ავად ვიყავი მეთქი და გამომიყვანა ამ წიგნად, ხო ეხლა ცოტა თანამიგრძენით თქვენიც ხო რა მოხდება დიდი ამბავი. გვერდებით არა მე სიტყვების რაოდენობით ვითვლით. ეს არის 51000 სიტყვა ეხლა ეს წიგნი. 1000 სიტყვას დაახლოებით. ანუ ალბათ სამგვერდს. სამგვერდი აკრეფილი ხო. ხელით ცოტა უფრო ნაკლებს. ხელით ეგრე სწრაფად ვერ. რითი მთავრდება კლელი ვინ არის? მე ბაღე. კლელი არის ტაქსისტი. არის ბაღე. ტაქსისტი არის კლელი. იცით რა, აი ეს მაგაშია საქმე კიდე ხო თქვი ხა კიდე მქონდა ესეთიც არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ აი ვიტყვი. კარგი. იმის გარდა კლელი ვინ არის ძალიან რთული კითხვა. აი ეგეთი ფსიქოლოგიური ტრილერი მაგიტომ მივა ეს მარტო მარკეტინგული ხრიკი არ იყო. სინამდვილეში ვინ არის რაღაცაში დამნაშავე, იმის გარდა ვინც თქვათ ვიღაცამ აიღო და ნაჯახი ჩაარტყა ვიღაცას რასკოლნიკოვმა ბაბუშკას, ხო გასაგებია რომ რასკოლნიკოვმა მოკლა. მაგრამ და რასკოლნიკოვია დამნაშავე იქ. მაგრამ ამ შემთხვევაში არის მოკეთ ეს გოგო რომელიც ყვება ამ წიგნში საწყალი ერთ ადამიანს არ მოუყვარს. მეც არაფერს არ ვიტყვი. ერთ ადამიანს არ მოყვა. მეტის თქმა არ შეიძლება. და ხო. დანარჩენ თქვენ ნახავთ. ტრილოგია რაზე გაქაწყობ? ტრილოგია იქნება. გეგმა აუცილებლად და მეორე დაწყებულია უკვე და მნიშვნელოვანი რა არის კიდე, ხო? ვთქვათ ამ ხაზზე. ამის თქმა დამავიწყდა და ფიქრობდი ახლა და კაი ხო მოკლედ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირველ წიგნში მეტნაკლებად მარტო ვიყავი, მაგრამ მეორეში არ ვარ მარტო. ანუ არის ერთი ქალი, ავტორი, რომელსაც ცოცხალი თავით არ დავასახელებ, იმიტომ რომ თვითონ თქვა რომ არაო, ჯერ ყოველ შემთხვევაში და ჩვენ ამ წიგნს ვაკეთებთ ერთად. ხების მიჩუმებული ჭყივილი და უშველებელი. თითქოს სატინისგან გამოჭრილი თეთრი ყვავილები ყველგან იმდენად ყველგანაა რომ თვალებს ვერ დაუჯერი. იმდენად ყველგან რომ ზედმეტი გეჩვენება. ეს ყველაფერი დეკორაციას გავს. დაუჯერებლად დიდ დეკორაციას, რომელიც ამ ერთადერთი საღამოსთვის ააშენეს. თითქოს ყველამ და ყველაფერმა პირი შეკრავა. ასე ფიქრობდა ნინო. თვალივით მიბარბაცებდა ბილიკზე და ვერაფრით ვერ იშორებდა თავიდან იმ აზრს, რომ მთელ სამყაროს მის ირგვლივ მოეყარა თავი იმ ღამით. ყველა და ყველაფერი ცდილობდა მისთვის თავბრო დაეხვია, დაეთრო. მერე რა რომ იმ საღამოს ერთი წვეთიც კი არ დაელია. მიწაც ისეთი რბილი იყო ფერქვეშ გადგებნილი. ხრეშიანი ბილიკებიდან კარგახნის წინ გადაეხვია
და პარკის სიღრმეში შესულიყვნენ. იქ, სადაც წესით დამთვალიერებლებს ფეხი არ უნდა დაედგათ. ცოტაც და ისეთ ადგილს მიაღწევდნენ, სადაც ვერცერთი უცხოთმარი ვერ დაინახავდა. ზურიკოს წინასწარ ჰქონდა აკავრობა შეგულებული. 2 დღის წინაც ამოიარა და მოათვალიერა. ხომ არაფერი შეცვლილა, ვინმეს ბუჩქები ხომ არ გაუჩეხია. თანაც პარკში არც ერთი სათვალთვალო კამერა არ იდგა. არც ლამპიონები ანათებდა იქაურობას. ქალაქის ყველა მცხოვრებს ისე ემაყებოდა პარკი ტოტის მუგლეჯან თუნდაც ყვავილის მოწყვეტა აზრადაც არ მოვიდოდა არამის. თანაც ქალაქის მერია სულ აყოვნებდა და აყოვნებდა. ბოლო 3 არჩევნები ყველა კანდიდატი პირდებოდა მოქალაქეებს პარკს გავანათებდა და კამერებსაც დავაყენებდო, მაგრამ საქმეზე რომ მიდგებოდა, ეს უნებლიე პარალელი რაღაცებდო. წინა საარჩევნო დაპირებად ვერ რჩებოდა. ქალაქის საბჭოში მჯდარი ჭარმაგი კაცები ხელს აიქნევდნენ, რომელი გადაუდებელია აუცილებლობა ეგ არისო და ერთმანეთს ეშმაკურად გადახედავდნენ. უთქმელად და აუხსნელად იცოდა ამ ქალაქში გაზრდილმა ყველა ბიჭმა, რომ გოგოებთან შესახვედრად მაგნოლიების პარკში გაველურებულ ბუჩქნარზე უკეთეს ადგილს ვერსად იპოვიდნენ. უფულო პატარა ბიჭებს მამა ბიძებისთვის მანქანის თხოვნაც აღარ სჭირდებოდათ. ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე იყო პარკი და აღარც გოგოებიც უწუნებდნენ ამ ხელგზაზე ფეხით როგორ ვიაროთ. თან განარა არჩევანი ჰქონდათ ამ ბიჭებს, ამ გოგოებს. 10,000-იან ქალაქში სად უნდა შეხვდეს შეყვარებულს ისე, რომ მეორე დღეს მთელმა ქალაქმა შენზე არ იჭვარავს. და მით უმეტეს, რომელი ფართოფანჯრებიანი და ვერანდებიანი ზღვისპირა სახლი დაგიფაროს საიმედოდ, თუ აქ შეყვარებულს უნდა აკოცო და ზურგზე გადაწოლილმა შეიში შემოუშვო. ასე რომ ქალაქში დაბადებულმა და გაზრდილმა გოგოებმაც იცოდნენ, რატომ იყო კარგი ბნელი და წყნარი პარკი. ყველაფერი იცოდა და ალბათ ამიტომაც ითრევდნენ ფეხს. ველურად და ხელუხლებლად ინახავდნენ ამ ადგილს. შესასვლელში 70-იანი წლებიდან შემორჩენილი 2 დაჟანგული ლამპიონი ძლივს ანათებდა იქაურობას. 20 მეტრს თუ სწლებოდა მათი მოყვითალო გაყვნებული შუქი. უკვე მობერებული, მაგრამ მარად ბიჭობაში ჩარჩენილი საკრებულოს წევრი კაცების უსიტყვო შეთანხმება ინახავდა ამ ადგილს ისედაც, როგორიც იყო. არადა თავიდან მეორე მსოფლიოსიც კი არ იცოდა და ვერც დაუშვებდა, რომ მაგნოლია ბუნებრივად და თავისით ამ ქალაქში კი არა, საერთოდ ამ ქვეყანაშიც არ იზრდებოდა. ხო და როგორც სხვა ბევრი რამ, რაც სინამდვილეში ტრადიციული სულაც არ ყოფილა, მაგნოლიის ხეები აქაურებს ხვასავით ძველი და აქაური ეგონათ. თუმცა ამ ყველაფერს ახლა არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ნინოსთვის. სრულიად დაბანგული ზურიკოს ხელს ოდნავ დაყრდნობილი სადღაც პარკის სიღრმეში ვიბარბაცებდა და იქნებ უნდოდა კიდეც დაეჯერებინა, რომ ბიჭის სიახლოვემ დაახვია ასე თავბრუ და გიჟივით მოყვავილე თეთრად გადაპენდილი ხეების სურნელი არაფერ შუაში იყო. არადა აქ ხომ ყველა მიცოდა, როგორი მძაფრი თითქმის აუტანილი სურნელი აქვს მაგნოლიის ყვავილებს, განსაკუთრებით ღამით, როცა მზე არ აწყვნავს და ზღვიდან მონაბერი ქარით ჩამდგარია. ხეები თითქოს ასე იცავენ თავს, ახლოს მისვლის საშუალებას არ გაძლევენ. შორიდან უნდა დადგმე ამ სილამაზით, არც მწერს და არც ადამიანს არ იკარებენ. ნინოს, ისევე როგორც ყველა ამ ქალაქში დაბადებულ და გაზრდილ გოგოს, დედა ასწავლიდა. ყვავილის მოწყვეტა არ შეიძლება. მაგნოლია ძნელად მრავლდება და თან, რად გინდა, ოთახში მაინც ვერ გააჩერებ. სურნელი თავს აკადგივებსო. და მაგნოლიების პარკში მხოლოდ ისეთ ბიჭს უნდა გახვე, ვისაც გული და გონება გიკარნახებს, ნდობა შეიძლება ოთორე. მან შესული უკან ისევ ისეთი ვეღარ გამოხვალდა, ამიტომ სანამ ფეხს შეადგამდა, კარგად უნდა დაფიქრდე. ნამდვილად ისაა, რაც გინდაო. იცოდა ნინომ ეს ყველაფერი. შესანიშნავად ახსოვდა და ამ ცოდნით დატვირთულს კიდევ უფრო მეტად ეხმაურდა თავბრუ. აი აქ უნდა შევძრეთ. ბიჭი ვეებერთელად ჩაშავებულ ბუჩქნართან შეჭერდა. შუაში დიდი წარიელი ადგილია და ყველა მხრიდან ბუჩქები აქვს. საზეირნოთ რომ მოვიდეს ფილმმა, მაინც ვერ დაგვინახავენ. ღმერთო როგორ ველავდა ბიჭს შავი თვალები. ალბათ აქ ამ თვალის შუქით გადანათებული ყვავილების ფონზე ასე ახლოდან უნდა ჩაეხედა ნინოს ამ თვალებში და იგი ეძებნა თავისი გრძელი, გაშლით მის ანარეკლები, რომ მათი ნამდვილი სილამაზე დაენახა. ნინოს ოჯახში ყველას წყალცისფერი თვალები ჰქონდა და ახლა ზურიკოს თვალებს ჩაშტერებული ნინო ნანობდა თავის დროზე უგულისხმობთ რომ გაატარა ბიოლოგიის ის გაკვეთილი, რომელზეც მასწავლებელი დიდი ხალისხით ახსნევინებდა გოგოებს გენეტიკის მარტივ ამოცანებს. თუ დედას წითელი თვა და მწვანე თვალები აქვს, მამას კი შავი თვა და მწვანე თვალები, გამოითვალეთ შვილებიდან რამდენს გენეტიკის ამოცანის გახსენებაზე უცებ ხმამაღლა გაეცინა. თოლიები ჩაწყნარებულიყვნენ სანაპიროზე, ზღვაც იდგა, ქარი არ იცროდა და ხეებზე სქლად მოდებული ხავსი მათ ხმებსაც ახშობდა. ამ სიჩუმეში წკრიალებინ გაისმა გოგოს სიცილე. გამოცინებთ, შეცვა ბიჭი. ნინოს უნდოდა ეთქვა, რატომაც გაეცინა, მაგრამ მაშინვე გაუვალო, ალბათ უხეხული იქნება ამხელა ამბის მოყოლაო. ტუჩები ოდნავ შეარხია და უხმოდ მოხაზა სიტყვა არაფერი.
ბიჭის ხელი სახეზე მიიდო დაყნოსა და სანამ გაოგნებული ბიჭი მიხვდებოდა რა ეკნა, ნინომ ტუჩებში აკოცა. უბრალოდ ნაზად ოდნავ შეახო ტუჩები ტუჩებს. თუ გეშინია თუ არ მოგინდება გავჩერდებით, არაფერს არ დაგაძალეთ. ბიჭმა ხელი გადახვია და უჩვეულოდ გადაბარგნილი ბუჩქის სიღრმეში შუაგულისკენ შეუწყო. აქ უკვე მთვარის შუქი ვეღარ აღწევდა. აგავრობა თითქოს ღამეში ჩასაკარგავად გამოქცეული შეყვარებულებისთვის მოეწყო ვიღაცას. მეშინია წამოსდა ნინოს და მაშინვე ინანა. არ უნდა მეტყვაო. სურიკომ კლავები შემოხვია და უსიტყვოდ მიიქრა მთელი ტანით. ახლა რა ვქნათ? არაფერი, თუ შენ არ გინდა. ნინოს სახე ისე ახლოს მიეტანა ბიჭის სახესთან, რომ სრულ სიგნალაშიც კი იგრძნო, როგორ მოეფინა ბიჭს ტუჩებზე ღიმილი. ნინოს გონება ისევ იქით გაექცა. დედამ ჩვენს შვილს ტუჩებზე ჩემსავით წვრილი ექნება თუ სურიკოსავით გამოკურცული. საერთოდ ამის გამოთვლა შესაძლებელია, თუ ეგ მხოლოდ თმის და თვალების ფერზე არ ასურელი ვარ, რატო თავის დროზე არ ვისწავლე და უცებ იგრძნო ბიჭის სხეულის სიმძიმემ როგორ დაკაჩა დაბლა, რბილი ნესტგამჯდარი ხავსიანი მიწისკენ. მოიცა მგონი აქ რაღაცა გდია. ნინომ ცალ მხარზე მოგდებულ ჩანთაში ხელი მოაფათურა. ტელეფონით ამიჯდა მიანათე რა შენ გთხოვ და სანამ სურიკო თავისი ტელეფონის ეკრანს დახედავდა და სანამ წამის მიასეთში ფანრის ღილაკს დააჭერდა, ნინომ დაიგილა. ისე ძლიერად, ისეთ ხმაზე აკილდა, რომ ქალაქის შუაგულშიც კი გაიგონებდნენ. სურიკოს ტელეფონი გაუვარდა. იმ წამსვე გაუაზრებლად ააფარა გოგოს პირზე ხელი, ცდილობდა როგორმე გაეჩუმებინა. ნინო გაუსხდა და უკან მოუხედავად გიჟივით გაიქცა. არც იცოდა საით გარბოდა, წინ არ იყურებოდა. გაუგნებულმა ბიჭმა მიწაზე დავარდნილ ტელეფონს დახედა, დაიხარა და ხელი ჰაერში გაუშეშდა. ეკრანის სინათლე ვიღაც ქალის გაუგონრად გაფიქრებულ სახეზე ირგლებოდა. ქალს თვალები დაეღუჭა, გაშლილ გრძელ თვალში მაგნოლიის ყვავილები ეწყო და გაუმძრებლად იწვა. მკვდარი. კარგად წავიკითხე, მკვდარი. ბიჭს ესე კი რა, უბრალოდ ანტიკლაიმექს. მკვდარი. ბიჭს შიშისგან თითქოს დამბლა დაეცა, ვიღაც ხვდებოდა რას აკეთებდა. დაიხარა და ქალის სახეს შეეხო. ალბათ არც ისეთი ცივი იყო ქალთან შეხება, როგორადაც ზურიკოს მოეჩვენა, მაგრამ რასთან შედარებით, ცხოვრებაში პირველად შეახო ხელი მკვდარს. დარედიანებული წამოიმართა, ბუჩქებიდან გამოწვრა. ჯერ იფიქრა ნინოს მოვძებნიო, მაგრამ მთვარის შუქით გადანთებულ პარკში ნინო არსად ჩანდა. ამაღლა დაძახება კი ბიჭს არ მოუვდა. თითქოს რაღაცა საშინელი ჩაედინა და ხმას თუ არ მოიღებდა, მთელი ქალაქი ამხელდა ამ დანაშაულში. ცოტა მოტიტვებულ ადგილას გავიდა, სადაც მაგნოლიების უზარმაზარი ტოტების სახეს ჩრდილებით არ უფარავდა და უცებ მიხვდა. ტელეფონი იქ, ბუჩქებში, იმ ქალის გვამთან დაეტოვებინა. უნდა მიუბრუნდე და პოლიციაში დავრეკო. უნდა მიუბრუნდე და ნინოს დაურეკო. როგორ შეეშინდა დედავსა და ასად გაიქცა, უნდა დაუბრუნდე ახლავე. ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა, გამბედაობა მოიკრიბა და ისევ ხეების ჩრდილში შევიდა. სავსე მთვარე ისე ანათებდა თეთრად გადაპენდილ პარკს, სურიკოსაც მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი ვიღაცას განზრახ მოეწყო. როგორც უსაშველოდ მდიდარ, მაგრამ უგემოვნო კაცს, საყვარელი ქალისთვის ხელის სათხოვნელად მორთული ლედისპედად ლამაზი დეკორაცია. სურიკომ ხელის ცეცებით იპოვა მიწაზე მიგდებული ტელეფონი. ფანარი აანთო და ქალს სახეზე მიანათა. ალამაზი ყოფილა, კაიფიქრა. და სანამ ეს სანახაობა წრემლებს აუგორებდა თვალებში, ბუჩქებიდან გამოძვრა და პოლიციის ნომერი აკრიფა. ნინოს მერე მოვიკითხავ, ასე გადაწყვით. მორჩა ეს შესავალია, ეს არის რასაც მაშინ ჰუქს რასაც ვეძახით რა, ლიტონეობაში. დამტრევი, ამავე და მერე დაიწყება, რაც დაიწყება, მოკლედ მერე დავიწყებთ მოკლედ ეს გოგო აქაური არ არის, სადღაც სხვა ამიტომ ჩამოვიდა და უკან ყდაზე აწერია, რომ მარტო ერთი მდიდარი ოჯახი იცნობს ამ გოგოს აქოთ. ხო და აი კითხოს რო დაუბრუნდეს, სასიყვარულო რომანის ნაწილი ეს იყო. ეხლა დეტექტივი დაიწყება, შვაში ტრილერია.